საქართველო არის წილხედრი ყოვლადწმინდის ღვთისმშობლისა და იგი არადროს არ დაეცემა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა მუდამ იცავს და იფარავს განსაცდელისაგან და ხილული და უხილავი მტრებისაგან, როგორც უფალმა დრეთით აღადგინა ლაზარე 4 დღის მკვდარი, ასე მრავალგზის აღადგინა უფალმა საქართველო და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის. სამშობლოს არ ვისწავართმოთ. ჩვენც ნურვინ შეგვეცილება, თორემ ისეთ დღეს დავაყრით, მკვდარსაც კი გაეცინება. არ მივცემთ სხვასა სამშობლოს ჩვენის ცოცხალის თავითა. უკან ვერ დაგვახევინებთ მისთვის ნაძღვნევის შხამითა. მტრისაკენ მივიზიდებით, რომ გავწყდეთ როგორც ლომები. ჩვენ ზურგს ვერ ნახავს მეტოკე, რომ გვნახო, მოგეწონები. შვილებს საზღაპროთ ექნება ჩვენი ბრძოლა და ომები. არ მივცემთ მტერსა სამშობლოს, გულში დავიცემთ დანასა. არ მივცემთ უცხო ტომისას თავის მამულის ღალასა. ესე ვასწავლონ დედებმა შვილთროს ეტყვიან ნანასა. გაზრდის ღაკიდევ სამშობლო, ვაშკაცებს ჩვენის თანასა. მიტომ გაგზარდა დედამა, მისთვის გვეტყოდა ნანასა. ტანზე აბჯარი ავისხად, მუდამ ვლესავდეთ დანასა. რომში სუგდებდეთ გულშია მეზობელს მეტიც არასა. არ ვაქელინოთ სამშობლო მეტოქეს 1000 გვარასა. გამოვეთხოვეთ ნათესავთ, ცოლშვილს და თავის ხანასა. სიკვდილს სიცოცხლე აღუთქვით და პირის სისხლით ბანასა. ცოცხალის თავით ვერ მივცემთ, ერს თავის მიწის ღალასა. გაზრდის ღაკიდევ მშობელი, ვაშკაცებს ჩვენის თანასა. ადამიანს ესმის, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე არის გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება, იგი ჩიხში არადროს არ შევა. მას აქვს მუდამ იმედი ღვთისა და ეს იმედი არ მოგიშალოთ უფალმა თქვენ და მთელ საქართველოს. გადაცემის სპონსორია წმინდა მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას ტაძრის მრევლი.